მე უბრალოდ შემიძლია თხოვნით მოგვართოთ ყველას, ვისაც ეს ქვეყანა გტკივად და წარსული გახსოვთ, წინაპარი გახსოვთ, მომავალი გინდათ, შვილისადმი, ოჯახისადმი პასუხისმგებლობა გაქვთ. ქვეყანა ქრება, იმიტომ რომ უფრო მეტი ხალხი კვდება საქართველოს მოქალაქეებში, ვიდრე იბადება. საქართველოს მოქალაქე ქალებს შორის ფეხმძიმე ეთნიკურად ქართველის პროცენტი არის 28. 1,210,000 არის ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ ეთნიკურად არა ქართველები. ამდენი მიგრანტი რომ შემოყარეთ, ესენი რა კასტრირებული ხალხია თუ რა არის? რამდენი ბავშვი დაიბადა უკანასკნელი თუ გნებავთ 6 თვის განმავლობაში. ამ მიგრანტების შვილი არ იბადება? აბა რა შვება? აქ რომ მილიონი ახალი თაობის ბავშვი იქნება და შენ არაფერი აღარ იქნები, ეს ქვეყანა შენი როგორი იქნება.